ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე მე-12 უცვლად 8%-ზე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, რომელთაც ცესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბული, ყოველთვიური სასესხო შენატანი არ შეუმცირდება და არც გაეზრდებათ. ბოლო პერიოდში დაჩქარებული 5.2%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ცენტრალური ბანკი ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორია მარეგულირებლის პროგნოზები და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას სპეციალისტები? ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის მატებას ძირითადად სურსათის ფასების ზრდა განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ექსოგენური ფაქტორების ასახვაა. სურსათის გამორიცხვით კი ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. სების განმარტებით ოქტომბრის მდგომარეობით საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4% შეადგინა, ასევე მომსახურების ინფლაციაც მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მარეგულირებელმა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. სები მოელის, რომ 2025-ში ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, 2026 წელს კი 3.5% დაფიქსირდება. მომსახურების ინფლაცია 2.5% შეადგენს, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.4%-ია. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია დაბალია, კერძოდ 0%. თუმცა მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება და მოქნილ ფასებში სწორედ რომ სურსათის ფასები მოიაზრება, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს საყურადღებოდ ტოვებს. სწორედ ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2025-26 წლებისათვის, კერძოდ 2025 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე დაიკლებს. მოლოდინი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ასე ვთქვათ, ნოემბრის ხტომაზე მოახდენდა განაკვეთის ცვლილებას ჩვენ არ გქონია, რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ, რომ ის ინფლაციური განაკვეთი, რომელიც ქვეყანაში არის დღეს, არ მისცემდა საშუალებას მთავარ მარეგულირებელს, რომ შეეცვალა განაკვეთის შემცირების მიმართულებით. თავისთავად ზრდასაც არ განვიხილავთ, რამე თუ ჯერჯერობით ეს ინფლაცია ზღვრულ მაჩვენებლებში იმყოფება და შესაბამისად საშუალო წლიური ინფლაცია, ასე ვთქვათ, შეიძლება 4%-ის ფარგლებში იყოს წლის ბოლოსთან მიმართებაში. დარწმუნებულია ეროვნული ბანკი დაელოდება ოქტომბრისა და ნოემბრის, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებს და შესაბამისად წლის ბოლოსთვის კიდევ ერთხელ გადახედავს, თუმცა არ გონია, რომ წლის ბოლომდე ეს განაკვეთი შეიცვალოს. უკვე ინფლაციამ იმ მასშტაბს მიაღწია, რომ წესით სები როგორც ფასების სტაბილურობის ასე გარანტორი უნდა ერეოდეს ამ პროცესში. ჩვენ გვახსოვს, რომ ფაქტობრივად მთელი პირველი 6 თვე წლის გვესმოდა, რომ წლის მეორე ნახევრიდან კლებას დაიწყებს ინფლაცია და შესაბამისად ეს მოკლევადიანი ინფლაციის ზრდა შეგვიძლია, ასე ვთქვათ, დავტოვოთ როგორც არის, არ ვიჩქაროთ რეაგირება. მაგრამ ხედავთ, რომ დადგა ნოემბერი და ფასები ისე ვიზრდება და ხედავთ, რომ წესით ის ფუფუნება უნდა ჰქონდეს სებს ხაღალდზე რეალური ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რომ დაკრეიტების, ასე ვთქვათ, გაძვირების გზით შეაკავოს ფასების მატება. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების ფონზე 222.600-ზე მეტ ცესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად 3% განაკვეთზე მიბმული 222.640 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, საბანკო ასოციაციაში ამ მიმართულებით საკრედიტო რესურსის გაიაფებას პროგნოზირებენ. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეამცირა განაკვეთი კვლავ, ამიტომაც ის ავტომატურად აისახება
$100 გაცემულ სესხებზე და დეპოზიტებზე და შესაბამისად ამ მიმართულებით ამ სეგმენტში ჩვენ კლება გვექნება ოქტომბრის მაჩვენებლებს ჩვენ ნოემბრის სადღაც 25-28 რიცხვებისთვის ვიხილავთ და მე ვფიქრობ რომ იქ ეფექტი უკვე იქნება შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდა წლის ბოლომდე იმ მაჩვენებლების რაც სექტემბერში ხონდა ალბათ მოსალოდნელი არ არის და აი ვფიქრობთ რომ ეს გაზრდილი მოთხოვნა ლაურ რესურსზე გარკვეულწილად ამ განაკვეთებს მართლაც და მაღლა წევს, იმიტომ რომ დეპოზიტებზე და სესხებზეც ლარში გარკვეულ ასე ვთქვათ მცირე ზრდას აქვს ადგილი და ეს ისევ და ისევ ლარზე გაზრდილი მოთხოვნილებით არის გამოწვეული. საპროცენტო განაკვეთები ისედაც უკვე იზრდება. ხო? ზოგ შემთხვევაში უფრო სწრაფად, მაგალითად იპოთეკურ სესხებზე, ზოგ შემთხვევაში უფრო ნელა, მაგალითად ბიზნეს სესხებზე, მაგრამ განაკვეთები ზოგადად იზრდება და მე გონია რომ ერთ-ერთი ამხსნელი სების ასე ვთქვათ ახლა პასიურობის არის ის რომ ზოგადად არის გაზრდილი ეკონომიკაში რისკები, განუსაზღვრელობა არის მაღალ დონეზე, მათ შორის პოლიტიკური განუსაზღვრელობა და სავარაუდოდ სები თვლის რომ ეხლა კიდე აქტიური ჩარევით ის საერთოდ ძალიან დაარტყამს რეალურ ეკონომიკას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება. მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ სების შემდგომი გადაწყვეტილება რისკების რეალიზებაზე იქნება დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ კი ერთჯერადი ეფექტების გავლენა გახანგრძლივდება ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას არ გამორიცხავენ. ძალიან დიდი მადლობა კრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.